მოგესალმებით. დღეს გესაუბრებით ფინანსურ შედეგზე და რეკომენდაციებზე. ვაჭრობა მიმდინარეობდა სავალუტო წყვილებით Forex-ზე 25 წლის იანვრიდან დღემდე ფინანსური შედეგი არის 109% ზრდა. ვაჭრობა მიმდინარეობდა 4 სავალუტო წყვილით, გარიგებების რაოდენობა იყო 75. ყველაზე ნეგატიურ სიტუაციაში დეპოზიტმა დაიკლო 20%-ით. ვაჭრობა იყო ტრენდული. რეკომენდაციები. ბირჟებზე ინვესტირებისთვის საჭიროა დავემორჩილოთ გარკვეულ წესებს, გქონდეს გამართული სტრატეგია. შევარჩიოთ კონკრეტული ინსტრუმენტები. ეს იქნება ვალუტები, აქციები, კრიპტოვალუტები, მაგრამ იყოს კონკრეტული დასახელები, რომელსაც დავაკვირდებით მუდმივად. ყოველთვის გამოვიყენოთ ერთი და იგივე დროის ფორმატი, ანუ ვისარგებლოთ ან 4 საათიანი, ან 1 საათიანი გრაფიკებით. რისკ მენეჯმენტი უნდა იყოს გამართული, თუ ჩვენ რისკავთ ძალიან მცირეს, ეს ნიშნავს თუ გავრისკავთ 1%-ს, ჩვენ აქტიურად დაზღვეული ვართ, რომ ჩვენი დეპოზიტი არასდროს არ აღმოჩნდება დიდი ხიფათის წინ. შემდგომი ეს არის ფსიქოლოგიური მხარე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ისეთი ფაქტორები, როგორიც არის შიში, სიხარბე, ოპტიმიზმი, პესიმიზმი, მუდმივად იჩენს თავს და რამდენადაც გამართული სტრატეგია არ გქონდეთ, ყოველთვის დაუშვეთ შეცდომას. ამიტომ, როცა გვაქვს ფსიქოლოგიური მხარე მოწესრიგებული, როცა გაგვაჩნია მომქმედი მომგებიანი სტრატეგია და ვაჭრობთ მცირე რისკით, მთელი ეს პროცესი იქცევა სამუშაო პროცესად და ძალიან დიდი შანსია გრძელვადიან პერიოდში იყოს მომგებიანი. გისურვებთ წარმატებულ ინვესტირებას.